კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის პროექტით გათვალისწინებული მესამე ფაზის სამუშაოები სავარაუდოდ მარტის ბოლოს დაიწყება. ბათუმის მერიაში დღეს პირველი, მეორე და მესამე ლოტები გაიხსნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იმ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები მოისმინეს, რომლებმაც აღნიშნულ სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. წინა საკვალიფიკაციო ეტაპის სამმა კომპანიამ გადალახა თითოეულ ლოტზე კი მერიას განსხვავებული ფინანსური პაკეტი წარუდგინეს. ლოტების ფარგლებში გათვალისწინებულია წყალნირების სისტემის გაფართოება, გონიოს ტერიტორიაზე ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაცია და მიმდებარე მცხოვრები მოსახლეობის ჩართვა, ასევე ანგისის ტერიტორიაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია. გამარჯვებული კომპანია 2 კვირაში გამოვლინდება. ეჯიპტაში პირველი, მეორე იყო აკორდი და ენეპარგუსი, ეს ერთიანი კომპანია და ფაიფერი მესამე კომპანია. მათ მიერ დღეს იქნა წარმოდგენილი ამ სამი კომპანიის მიერ ორიგინალი და ასლი დოკუმენტაციისა, რომელშიც ისინი შესრულებელ სამუშაოებზე აცხადებენ თავიანთ წინადადებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მოხდება ამის შეფასება და დაახლოებით მარტში უკვე გვეცოდინება ჩვენ ამ ლოტების მიხედვით, თუ რომელი კომპანია იქნება აქ მითითებული კომპანიებიდან გამარჯვებული. დღევანდელ შეხვედრაზე სამი კომპანია იყო წარმოდგენილი. ვიმედოვნებ, რომ 2 კვირაში შესარჩევი პროცესი დასრულდება, რომელიც საშუალებას მოგცემს დავიწყოთ ბათუმის ცენტრისა და შემოგარენის განვითარებისთვის საჭირო სამუშაოები.